დღეს ალბათ ანამდვილებით ალბათ კი არ არსებობს არც ერთი ღირსეული ადამიანი საქართველოში, რომელიც სოლიდარობას არ უცხადებს მოშიმშილე ქვეყნის მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს. ერთადერთი, ვინც კვლავ სავსეა ზიზღთა და სიძულვილით, ერთადერთი, ვინც კვლავ ანთხევს ბორმას და გეზს, ეს არის ხელისუფლება. ეს არის არაკაცების ხელისუფლება. დიახ, არაკაცების ხელისუფლება, როდესაც ისინი 35 დღის განმავლობაში 35 დღის მოშიმშილე ქვეყნის მესამე პრეზიდენტს დასცინიან. არაკაცობაა, როდესაც შენ შეგიძლია შეჯიბრი გამართო ხელისუფლებაში, ვინ უფრო მწვავე და შეურაცხყოფილად გააკრიტიკებს და დასცინის ქვეყნის მესამე პრეზიდენტს. დიახაც, ისინი თითოეული მათგანი არიან, არ მოვერიდები ამ სიტყვას არაკაცები. არაკაცობაა ეს ყველაფერი და სხვა შეხვედრება ამ ყველაფერს ვერ მიეცემა. ბიძინა ივანიშვილისგან დაწყებული, მის ქვემოთ, ღარიბაშვილი, ყობახიძე, კალაძე და სხვები არიან ჩვეულებრივი მკვლელები. ჩვეულებრივი მკვლელები არიან, რომლებიც ხელებს იფშნეტენ თუ როდის მოკვდება და მოკლავენ მიხეილ სააკაშვილს, როდის მოკლავენ ამ ქვეყნის მესამე პრეზიდენტს და როდის გადაისროლებენ მთელს ქვეყანას თავისი მოსახლეობით დესტაბილიზაციის მორევში. ჩვენ ელემენტარულს ვითხოვთ ხელისუფლებისგან, ადამიანობას ვითხოვთ ხელისუფლებისგან და არ ვითხოვთ მისგან პოლიტიკურ ჟესტებს. ჩვენ რომ ვიცოდეთ, რომ ამ ხელისუფლებას აქვს პატიოსნება, ქვეყნის სიყვარული გააჩნიათ და ღირსება, ბუნებრივია პასუხისმგებლიანი ნაბიჯების გადადგმას მოსთხოვდით, უბრალოდ იმ ელემენტარულსაც, იმ მარტივსაც კი ვერ ახერხებენ, რომ არაკაცები არ იყვნენ. დიახაც, ვითარება არის მძიმე, მიხეილ სააკაშვილის სასიცოცხლო მაჩვენებლები დღითიდღე უარესდება და ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ, რომ ეს ისტორიული უსამართლობა აღკვეთოთ. აღკვეთოთ, რამეთუ არ დაუშვათ ის, რაც ჩვენ ისტორიის წინაშე დამნაშავეებად წარმოგვაჩენს. ამიტომ, თვითონ მეგობრებო, ხვალ ჩვენ ძალიან ბევრი უნდა შევიკრიბოთ რუსთავის ციხესთან 5 საათზე, ძალიან ბევრი და ეს აქცია იქნება პერმანენტური და მზარდი, მაგრამ ხვალიდან ვიწყებთ დარჩენით, მაგრამ კიდევ ერთხელ იქნება მზარდი, დრო და დრო ჩვენ შემოგვიერთდება ყველა ჩვენი პატრიოტი თანამოქალაქე, ყველა ქალაქიდან და ყველა რეგიონიდან და ყველა სოფლიდან. და იქ ვიქნებით მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილს არ გადაიყვანენ სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში. ამიტომ ხვალ 5 საათზე რუსთავის ციხესთან ვიწყებთ აქციებს, რომელსაც შემოუერთდება მთელი საქართველო უახლოეს პერიოდში. დამატებით გეგმის კომპონენტებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, დამატებით გაცნობთ, ვინაიდან მithქვას და გავიმეორებ, წინასწარ არ მაქვს სურვილი და არ გვაქვს სურვილი ბიძინა ივანიშვილის დამნაშავე ხელისუფლებას ცხოვრება გაუვადმოთ, მაგრამ ხვალ 5 საათზე ვიკრებებით რუსთავში, მაგრამ არ ვიშლებით და პარალელურად შემოგვიერთდება მთელი საქართველო, მანამ სანამ მიხეილ სააკაშვილს ერთი არ გადავარჩეთ და არ ვაიძულებთ ამ ხელისუფლებას, რომ გადაიყვანოს იმ მულტიფუნქციურ საავადმყოფოში, სადაც უნდა გადაიყვანონ, ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილი კოლაფში ჩავარდება. ხახო, ყველა ნებისმიერი ექიმი, კომპეტენტური გეუბნება, არსებობს უმაღლესი რისკი მიხეილ სააკაშვილმა თუ დაკარგა გონი იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაში იგი იმყოფება და კოლაფსის პირობებში მოხდება მისი საავადმყოფოში გადაყვანა, იქ უკვე მისი სიცოცხლის გადარჩენა არ გადარჩენის საკითხი ძალიან ქვეშ დგება და არსებობს მხოლოდ 20%-იანი ალბათობა, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე იქნეს შენარჩუნებული. ამიტომ მიხეილ სააკაშვილი უნდა იქნეს გადაყვანილი ამ მულტიფუნქციურ საავადმყოფოში, მანამ სანამ ის დგას ფეხზე და მანამ სანამ იგი ჩავარდება კოლაფში და კომაში. დიდი მადლობა. ხვალ გელოდებით 5 საათზე რუსთავის ციხესთან და დანარჩენ დაკავშირებით მოგვიანებით. მადლობა.